მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, გავაძლიერეთ ტექნიკა და როგორც დღის განმავლობაში, ასევე მთლიანად ღამის განმავლობაში მუშაობს ტექნიკა, რათა დროულად დავამთავროთ ხიმინჯების ჩასხმა. 4 დღის განმავლობაში დამთავრდება ხიმინჯების ჩასხმის სამუშაოები და შემდგომ გაგრძელდება მისი შეკვრა. მას შემდეგ, რაც ყველა ძირითადი, ასე ვთქვათ, მძიმე სამუშაო დამთავრდება, ბოლოს მთლიანად იქნება აღდგენილი ამ ქუჩაზე ქვაფენილი, კომუნიკაციები იცვლება, ასევე გადადის, კეთდება სანიაღრო სისტემა და სრულად იქნება აღნიშნული ქუჩა კეთილმოწყობილი. სამუშაოები ძალიან ინტენსიური ტემპით მიმდინარეობს, თუ ამინდებმა არ შეგვიშალა ხელი ესეთ პირობებში, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად შეგვიძლია ვიმუშაოთ და დავამთავროთ სამუშაოები. მუშაობა მიმდინარეობს გაძლიერებულ რეჟიმში, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მცირე ობიექტისათვის თვითონ ამ რაოდენობის ტექნიკის მობილიზება ძალიან დიდი ვაჟკაცობაა. შესაბამისად, სულ რაღაც ალბათ 5 დღეში, 6 დღეში ხიმინჯებზე მუშაობას მორჩებით. პარალელურ რეჟიმში ციკლი მიყვება, ასე ვთქვათ, სხვა დანარჩენი სამუშაოების, იქნება კომუნიკაციის მოწესრიგებაზე უახლოეს დღეებში დაწყებული სამუშაოები. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 2 კვირა დაგვჭირდება კიდე იმისათვის დღეის გადასახედი და ყოველ შემთხვევაში, რომ აქ, ასე ვთქვათ, ქვაფენილის დაგების სამუშაოები დავიწყოთ, ანუ მოვაწესრიგოთ დანარჩენი ყველაფერი, თუმცა მოვლენები, მშენებლობა ისეთი საკითხია, მოვლენებს არ გავასწრებთ წინ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ შემჭიდროებულ ვადებში, ასე ვთქვათ, ყველა სამუშაო მივიყვანოთ ბოლომდე.